სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. ვილოცავთ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულში, მისი წარგზავნა იქნება ორშაბათს და თქვენ იცით რომ დღესასწაულის წინა პერიოდი არსებობს, შემდგომი პერიოდი არსებობს და ჩათვალეთ რომ აი ამ დღესასწაულში ვარ ჩვენ წინა პერიოდშიც და შემდგომ პერიოდშიც. თან ეხა არის ორ დღესასწაულს შუა ვართ ეხა ჩვენ უკვე ოთხშაბათი დღე არის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული, მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველს ყოფილისა ჯვარისა ოთხშაბათ დღეს ესეც საუფლო დღესასწაულია და ესე რო ვთქვათ ერთ დღესასწაულს გავაცილებთ და მეორე დღესასწაული შემოდის და ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენ სულში რამდენად ვარ ჩვენ დღესასწაულში და რამდენად არის ჩვენში დღესასწაული. ჩვენ უნდა დავსვათ ეს შეკითხვა. ვიცი რომ არ ვართ სულიერად ვერ ვარ დღესასწაულში, მაგრამ შეკითხვის არ დასმაც არ ივარგებს. შეკითხვას რო დავსვათ, მერე მონდომებაც იქნება იმისა, რომ თუ ამ დღესასწაულში ვერა, შემდეგ დღესასწაულს მაინც იქნება რამენაირად კონდეს განწყობა და ამ განწყობა რო კონდეს დღესასწაულისა პირველ რიგში უნდა მოვიდეთ ლოცვაზე, იმიტომ რომ ლოცვა, ანუ წირვის წინა დღეს ლოცვის დროს ხდება სწორედ სულის იმ განწყობაზე მოყვანა, რომელ დღესასწაულში ჩვენ გვაქვს. შესაბამისი საკითხები იკითხება და ამ საკითხებს რო ვისმენ ჩვენ მოვდივართ იმ განწყობაზე. რაც შეეხება დღევანდელ ტაბლას დაგებულს ჩვენსას, რომელიც დავგიგოთ ჩვენ უფალმა და გვმოძღვრავს ჩვენ პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ წერილში ამბობს ყოველივე ჯერ არ ჩემ და არამედ არა ყოველი უმჯობეს არის, ყოველივე ჯერ არ ჩემ და არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არის. აი ერთი მუხლი არის, მაგრამ რამხელა სიბრძნე არის. პირველ რიგში ჩვენ აი ამ მუხლში ვხედავთ რომ ადამიანი არის თავისუფალი და ადამიანს ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთოს. ამას ნიშნავს ყოველივე ჯერ არ ჩემ და არამედ არა ყოველი უმჯობეს არის. ყოველივე ჯერ არ ჩემ და ნიშნავს იმას რომ მე ყველაფერი შემიძლია, მაგრამ არა ყოველი უმჯობეს არის ნიშნავს იმას რომ შენ ხარ ადამიანი რომელსაც ორი ესე იგი ღვთაებრივი რამ გაქვს, რომელშიც ესე იგი თავისუფალი ნება, რომელშიც თვით ღმერთიც არ ერევა და მეორე არის გონება. ანუ მე ყველაფერი შემიძლია, ანუ მე თავისუფალი ვარ, მაგრამ შენ თავისუფალი თუ ხარ გონების გარეშე, ნუ შენ თუ გონება არ გაქვს და ისე ხარ თავისუფალი, მაშინ შენ არაფრით არ განსხვავდები პირუტყვისგან. მაგრამ სწორედ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ არა ყოველი უმჯობეს არის, აი ეს უკვე გონების საქმე არის. ანუ მე შემიძლია ეს რაღაცა ჩავიდინო, მაგრამ გონება უნდა დაფიქრდეს. ეს ჩემთვის კარგი იქნება, უმჯობესი იქნება თუ უარესი იქნება. და მერე იმეორებს კიდევ ყოველივე ჯერ არ ჩემ და არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არის. ნუ ადამიანმა აქაც გონების ამბავია. ესე იგი ადამიანის გონება უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ესე იგი რა იქნება მისთვის აღმაშენებელი. და მერე ჩვენ წავიკითხეთ დღეს სახარება, რომელიც იწყება აი ამ სიტყვებით. მათეს სახარება არის ესა. უფალი ბრძანებს რომ არა წარხდეს ნათესავი ესე ვიდრემდეს ესე ყოველი იქნეს. ცანი და ქვეყანაი წარხდნენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდნენ. ესე იგი ჩვენ რაზე უნდა დავფიქრდეთ იცი რომ ეს წუთი სოფელი, სადაც ჩვენ ესე რო ვთქვათ გამოკიდებული ვარ და აი ამ წუთი სოფელში ვარ შთანთქმული, ეს წუთი სოფელი წარხდება. მაგრამ ღვთის სიტყვა, რომელსაც თქვენ ისმენთ ეკლესიაში, ეს არ წარხდება. და აქ გახსენებული არის, უფალი იხსენებს, როგორც იყო ნოეს დროსო,
ჭამდეს და სმიდესო, იქორწინებდეს და გაქორწინებდეს, მუნდღენდე ვიდრე შევიდა ნოე კიდოვნა. ესე იგი, დღესაც იგივე ხდება, ხომ თითქოს აი ეკლესია ღაღადებს, ეკლესია მოუწოდებს ადამიანებს, რომ მოდით, შემოიკრიბეთ, განვიწმინდოთ ცოდვებისგან, ვადიდოთ უფალი, ესე იგი, ვიცხოვროთ ცნებებით, ხო? მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ ისმენს ამას. ცხოვრობს ისე აი ამ ცნებების გარეშე, უფლის გარეშე, ეკლესიის გარეშე, მაგრამ რას ამბობს სალმონი? ვიხილე უღმრთო, უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაც არ ვხედა, აჰა, არა იყო. ანუ აი აქ არის სწორედ აი აქ მდგომარეობს ჩვენი და მათი გონიერება, რაში მდგომარეობს, რომ ისინი აი როგორც ნოეს დროს, რატომ გაიხსენა უფალმა ნოეს დრო, იმიტომ რომ ნოე ეკლესიის წინასახე იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნოე ერთადერთი კაცი იყო, ერთადერთი კაცი. აი ხა წარმოიდგინეთ უბრალოდ ესეთი რაღაცა, რომ ვიღაც კაცი გამოვიდეს და დაიწყოს ქადაგება, რომ ეხა იქნება წარღვნა და ყველა ესე იგი ქადაგებდეს, რომ ცოდვები იგივე არის ეკლესია, რასაც აკეთებს და შემოდით ეკლესიაში, მოუწოდებს ხო ეკლესია, მაგრამ ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ, არ ისმენენ ამ ხმას, მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ის დრო, რომელიც უფალმა მოიღო მოწყალება და ეს ცოტა დრო არ იყო, მინდა გითხრათ, წმინდა ნილოს მირომდინარი ამბობს, რომ 120 წლის განმავლობაში ხადაგებდა ნოე. და რა მოხდა ბოლოს მოხდა წარღვნა. ნოე შევიდა კიდობანში და მასთან ერთად ვინ შევიდნენ კიდობანში, ისინი გადარჩნენ, დანარჩენები წარღვნა წყალმა. აი ესე არის დღესაც. ჩვენ რა თქმა უნდა ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებაში არ ერევა. ჩვენ გვინდა მოვალთ ეკლესიაში, გვინდა არ მოვალთ ეკლესიაში. არავინ არ დაგაძალებთ, ვერავინ ვერ დაგაძალებთ. უпростоრად იქიდან გამომდინარე, რომ ყოველივე ჯერ არ შენდა. ანუ შენ რაც გინდა ის შეგიძლია რომ გააკეთო. მაგრამ უმჯობესი რა არის? კიდევ ერთხელ ვამბობ, აი რამდენი წლის ვარ და რამდენი წელი ვიქნებით ამ ქვეყნიერებაზე, ხო? აი ისე წავა ყველაფერი და მთლიანად აი წარიგრაგნება აღარ იქნება ეს წუთი სოფელი წავა, მაგრამ ღვთის სიტყვა დარჩება. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. და უნდა მოვიდეს ადამიანი ეკლესიაში და იმდენად აი ბოლო დროს იმდენად ესე იგი ორი ახლობელი ადამიანი, ორი უახლოესი ერთმანეთთან ადამიანი ავიღოთ ცოლი და ქმარი, ხო? ავიღოთ ცოლი, რომელიც ცხოვრობს ღვთისთვის სათნო და ავსარებელია, მაზიარებელია და ცხოვრობს კეთილგონიურად, ავიღოთ ქმარი, რომელიც საერთოდ არ იყურება ეკლესიისკენ. ამაზე უფრო ახლობელი ადამიანები ერთმანეთთან არ არსებობს. და აქ არის ნათქვამი ორნი ფქვიდენო ფქვილსავ, ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტევოს. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ესეთი ახლობელი ადამიანებიც კი როგორიც არის ცოლ-ქმარი, დედა-შვილი და ასე შემდგომ, ხო? ესეთი ადამიანებიც კი ერთი წარსაწმენდელში მოხდება და ერთი მოხდება სასუფეველში. მერთმა ყველა სასუფეველში მოახვედროს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოვლად მოწყალე, მაგრამ ამავე დროს ყოვლად სამართლიანი. და ესეთი ახლობელი ადამიანებიც კი ესე იგი სხვადასხვა მხარეს მოხდებიან. იქ ვერავის ვერ უშველის. ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმაო. დედა-შვილს ვერ უშველის, ცოლი-ქმარს ვერ უშველის. ამიტომ დრო ძალიან ცოტა რჩება აი ამ წუთის სოფელში და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ სად ვართ. აი კიდევ ერთხელ ითი დავიწყეთ საუბარი, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის დღესასწაული, ხომ? ჩვენ უნდა გქონდეს შესაბამისი სულში უნდა გქონდეს აი ეს დღესასწაული და თუ არ გვაქვს, უნდა ვიკითხოთ, უნდა დავსვათ კითხვა და უნდა აუცილებლად უნდა ვეცადოთ რომ ვიყოთ, იმიტომ რომ არც მიწისსა ვარ, არც ისსა ვარ, აკაკი წერეთელი ამბობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მარტო მიწის და როცა ზეციური არის დღესასწაული, ხომ? დალოცვილო, შენი დედის დაბადების დღე რომ არის, ხომ ყურადღებით ხარ, ხომ მიდიხარ, ხომ ეფერები, ხომ ულოცავ, ხომ? ჩვენი ყველა დედის დაბადების დღე არის, დედა ღვთისმშობლის დაბადების დღე არის. რა, ის რომ ზეცაშია, მაგიტომ ეკლესია ზუსტად ეს არის, ეკლესია არის მიწიერიც არის და ზეციერიც არის. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, ჩვეულებრივად არის ღვთისმშობლის დაბადების დღე და ცოტათი მაინც უნდა მივემსგავსოთ
იმ ზეციურ დას ანგელოზებს, რომლებიც დიდი განსხრომით და დიდი დღესასწაულობით დღესასწაულობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადებას. ან როგორ უნდა იდეს სასწაულო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადება, რომელმაც მხსნელი გვიშვა ჩვენ. ან როგორ უნდა იყო დღესასწაულში, ჯვართამაღლების დღესასწაულში, რომელზეც ქრისტემ გამოგვიხსნა ჩვენ. ჯვარზე გამოგვიხსნა, ხო, ჯვრით გამოგვიხსნა ჩვენ. ღმერთმა მოგმადლოს თავისი მადლი და წყალობით ჩვენ კეთილგონიერება, სიბრძნე მოგმადლოს, ესე იგი, შემეცნება იმისა, რომ ჩვენ ვართ თავისუფლებია, ჩვენ შეგვიძლია რაც გვინდა ვაკეთოთ. აი ეს არის თანამედროვე წუთისოფელს ეს ეშლება დღეს. კი, ყველა მიცის რომ ადამიანი თავისუფალია და რაც უნდა ის შეუძლია რომ აკეთოს, მაგრამ თანამედროვე წუთისოფელს დაავიწყდა რომ ადამიანი გონიერიც არის. მე ყოველივე ჯერ არ ჩემდა, მაგრამ არა ყოველი უმჯობესა არის. აი ეს არის უკვე გონება. აი ეს დაავიწყდა თანამედროვე სოფელს და გადაგებს თავისუფლებას, მაგრამ ავიწყდება ის რომ ვიზეც ამბობს რომ თავისუფალია ეს არსება ადამიანი, ამავე დროს გონიერიც არის ეს ადამიანი და ღმერთმა მოგმადლოს ჩვენ ეს გონიერება, არც ერთი არ ვართ. არც ეს არ გვაქვს ზაობა იმისა, რომ ღმერთმა მადლი მოგცეს, თორე ღმერთი უშურველია, ამიტომ შევთხო უფალს, რომ თავისი მოწყალება მოიღოს ჩვენზე და თავისი მოწყალებით მოგხედოს, თავისი მოწყალებით მოგმადლოს. სწორი არჩევანის უნარი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომლისა თანა მამასა შვილის დიდება სული წმინდით ურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.